ბერძნულ მითოლოგიაში არის ასეთი პერსონაჟი, პერსეფონე, რომელიც ქვესკნელის მეფემ ჰადესმა მოიტაცა და მიცვალებულთა სამეფოში დაატყვევა. პერსეფონეს დედა, ნაყოფიერების ქალღმერთი დემეტრა, მთელ დედამიწაზე ეძებდა, მაგრამ ვერსად მიაგნო. დაჭკნა მოსავალი, გაჩნდა შიმშილი და სიღარიბე, თუმცა პერსეფონე არსად ჩანდა. ღმერთებმა ჰადესს მისი ცოცხალთა სამყაროში დაბრუნება უბრძანეს, მაგრამ ჰადესმა ვერაგ ხერხს მიმართა. მან პერსეფონეს ბროწეულის 6 მარცვალი აჭამა, რითაც საბოლოოდ მიაჯაჭვა ქვესკნელს, ვინც აჩრდილთა სამეფოს ნაყოფს იგემებს, ორ სამყაროს შორის გამოკეტილი რჩება. ყველა ვიცნობთ პერსეფონეს, ემიგრანტ ქალს, რომელსაც მძიმე შრომამ აგემა ბროწეულის მარცვლები და საბოლოოდ მიაჯაჭვა სახლისგან 1000-ობით კილომეტრით მოშორებულ მიწას. ამ პოდკასტში ვყვები ამბებს ემიგრანტ ქალებზე, რომლებმაც ცხოვრება სხვა ადამიანებს მიუძღვნეს. ქალებზე, რომლებიც უცხო მიწიდან ზრუნავენ საკუთარ ოჯახებზე. მე თამუნა ჩქარეული ვარ. ეს კი პროექტ 64-ის პოდკასტია. ბროწეულის მარცვლები. თუ გაინტერესებთ, როგორ შეიქმნა ბროწეულის მარცვლები, სწორ ადგილას ხართ. რასაც ახლა მოისმენთ, ჩემი და ჩემი კოლეგის, მარიამ მერვანის საუბარია იმაზე, როგორ ვიმუშავე ამ სერიებზე, რა აღმოჩენები გავაკეთე და რა დარჩა მიკროფონს მიღმა. მარიამმა ძალიან საინტერესო და ღრმა კითხვები მომიმზადა და ერთად შევაჯამეთ პოდკასტების ეს სერია. დავუბრუნდით საკვანძო მომენტებს და ვისაუბრეთ ემიგრანტი ქალების ცხოვრებაზე. გამარჯობა, მივესალმები ჩვენს მსმენელებს. მე ვარ მარიამ მერლანი, პროექტი 64-ის ჟურნალისტი და ჩემთან ერთად არის თამუნა ჩქარეული, ასევე პროექტი 64-ის ჟურნალისტი. დღეს უნდა ვისაუბროთ თამუნას პროექტზე ბროწეულის მარცვლები, რომელიც ეხება ემიგრანტ ქალებს, მათ ცხოვრებას, სირთულეებსა და გამოწვევებს. არ მგონია, რომ ჩემგან ბევრი წარდგენა და შეფასება სჭირდებოდეს ამ პროექტს, მე უფრო მაინტერესებს თამუნა, საიდან გაგიჩნდა იდეა ამ პროექტის გაკეთების. ეს იდეა გაჩნდა პროექტ 64-ის სამზარეულოში. მე და იანა ყორბეზაშვილი, ჩემი რედაქტორი, ვსაუბრობდით ამ ემიგრაციის თემაზე და ვსაუბრობდით იმაზე, რომ ამ ქალებს აქვთ თავისი ცხოვრება, რომელზეც ჩვენ ბევრი არ ვიცით რეალურად და რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა აუდიო ფორმატში მათთვის მოსმენა, იმიტომ რომ რაღაცნაირად წარმოვიდგინეთ ამ მსჯელობისას, რომ ეს ფორმატი საშუალებას იძლევა უფრო გახსნილი იყოს ადამიანი, რადგან ვიდეო არ მონაწილეობს პროცესში, აუდიო ფორმატში უფრო მყუდროდ იგრძნობდნენ თავს და უფრო თამამად ისაუბრებდნენ და მსჯელობდით მაგაზე და თავდაპირველად მე მქონდა წარმოდგენილი, რომ იქნებოდა მხოლოდ ამ ქალების ნარატივი. ანუ ჩემი, ასე ვთქვათ, ჩარევა არც კი მქონდა წარმოდგენილი. ვფიქრობდი, რომ ინტერვიუს ჩავწერდი მათთან და შემდეგ უბრალოდ დავჭრიდი ამ ინტერვიუს და იქნებოდა მონოლოგივით, მაგრამ ჩვენ დავტესტეთ ეს ფორმატი და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ უფრო საინტერესო და უფრო შეკრული იქნებოდა, თუ იქნებოდა ავტორის ხმაც. კი ბატონო. ეპიზოდები არის დაახლოებით 25-30 წუთიანი და თუ სწორად მახსოვს, პირველი არის ყველაზე გრძელი 34 წუთიანი, ხო? ძალიან მაინტერესებს, მთელი ამ დროის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, გიყურებდი და ვაკურდებოდი შენს შრომას და ძალიან მაინტერესებს, ნაბიჯ რა პროცესებს გადიოდი ხოლმე, დაწყებული რესპონდენტებთან კომუნიკაცია როგორი იყო, ყველაფერზე რომ ესაუბრო. მოკლედ ეს იყო ძალიან გრძელი პროცესი. ანუ ჩვენ როცა დავიწყეთ ეპიზოდების გამოშვება, ვდებდით კვირაში ერთ ეპიზოდს და ასე 6 კვირის განმავლობაში დავდეთ მთელი პოდკასტი, მაგრამ რეალურად თითქმის 1 წლით ადრე დავიწყე მაგაზე მუშაობა, როცა ეს იყო უბრალოდ იდეა, დავიწყე უბრალოდ ინტერვიუებით და ფაქტობრივად ვსაუბრობდი ყველასთან, ვინც თანახმა იქნებოდა, რომ ესაუბრა და ვინც იქნებოდა თანახმა, ვისაც არ ქონდა პრობლემა, ყველას ვესაუბრებოდი და შემდეგ ესე ნელ-ნელა ჩამომიყალიბდა იდეა, როგორ იყოს ეს ეპიზოდები თემატურად დაყოფილი. კი, იმიტომ რომ
ასე ვთქვათ, თითოეული ეპიზოდი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. რაღაც თითოეულზე გაქვს გამოძებნილი რაღაც განსხვავებული კუთხე და ძალიან საინტერესოა, ხო, რომ აი ყველა ემიგრანტს აქვს თავისი პერსონალური ისტორია, ხო, ასე არის, რომ რატომ მიდიან ემიგრაციაში და რა აიძულებთ ამას და მიუხედავად ამისა, ბოლოს მაინც რაღაც თითქოს შაბლონები ხდება და რაღაც ყველა ისტორია ერთმანეთს ემსგავსება და 6 ეპიზოდიდან, ანუ ჩემთვის და მსმენელის და მეთანხმება, რომ ძალიან განსხვავებული იყო ერთმანეთისაგან. ეს როგორ მოახერხე? მოკლედ თავიდან როგორც გითხარი, ყველას ვესაუბრებოდი და ნევნოა მიყალიბდებოდა სურათი, როგორ დამეყო თემატურად ეს ყველაფერი და პირველი ეპიზოდი, რომელიც შენახსენე, სადაც ქალბატონ ბელას ვესაუბრები, ავირჩიე პირველ ეპიზოდად, რადგან მისი ისტორია არის, ასე ვთქვათ, არქეტიპული ემიგრანტობის ისტორია, ძალიან კარგი მთხრობელია თვითონ ქალბატონი ბელა. ყველაზე დიდი პრობლემა რაც გვაქვს ჩვენ ემიგრანტებს არის ოჯახები, რომლებიც ძალიან ცუდად გვექცევი. ჩვენ ოჯახები გვწირავთ პირველ რიგში. ჩვენ მანდაც ვიბრძოდით ოჯახებისთვის, შვილებისთვის, მანდაც შრომობდით და აქაც იგივენაირი შრომა გვიწევს. უბრალოდ იმ შრომას ზემოდან დამატებული კიდე ფსიქოლოგიური შენი მდგომარეობა, რომელსაც აქ განიცდი, მომაკვდინებელი არის ყოველი ადამიანის მიერ საქართველოს და ოჯახის დატოვება და წამოსვლა აქ და ასეთ ყოფაში ყოფნა. დედას გექცევი, არავინ არ იმსახურებს ასეთ ყოფაში ყოფას რა. და კარგად გადმოსცემს ყველა ემიგრანტისთვის რაღაც საერთო პროცესებს, ტკივილებს, მოგზაურობის ისტორიას, ფიქრებს და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ყოფილიყო პირველი ეპიზოდი, მაგრამ შემდეგ უკვე ვფიქრობდი ემიგრაციის რა კუთხის გამოკვეთა მინდოდა. მაგალითად, მინდოდა ახალგაზრდების პერსპექტივა, რადგან თავიდან უფრო ვესაუბრებოდი თქვათ უფროს ქალბატონებს, მე ვფიქრობდი, რომ მაინტერესებდა უფრო ახალგაზრდა ემიგრანტების ფიქრებიც და გამოცდილებებიც და ამიტომ ოპერების პროგრამაზე გავაკეთე ერთი ეპიზოდი. მართლა ესეთი შეგრძნება მქონდა გვირაბში ხარ და რაღაც ნახვრეტები არსებობს და უნდა გავძვრე აქედან. ანუ აუცილებლად უნდა გავძვრე ამ პატარა ნახვრეტში. ასევე ძალიან მაინტერესებდა დედაშვილობის ამბავი, როგორი არის დედებისთვის, როგორი არის შვილებისთვის და ვეძებდი ასეთ წყვილს, სადაც დედა და შვილი ისაუბრებდნენ თავის გამოცდილებებზე. რაღაცას რო დაკარგავ, აი რაღაცა ძალიან რო გიყვარს რაღაცა რო დაკარგავ და რო იპოვი და რო გიხარია, მაგრამ უკვე ცოტა უცხორო არის, რაღაცა ეგეთი შეგრძნება იყო და ცოტა დრო დაგჭირდა, რომ ხო, აი სხვანაირად არა, სხეულებრივ დონეზე ვამბობ, რა მანამდე რო ძალიან ვიხუტებოდით ერთმანეთს და გულში მიკრავდა და რაღაცები, ცოტა ისეთი იყო, რაღაცა უხერხულად ვიყავი თავიდან ეს რამდენიმე დღე. თან როგორც მახსოვს ეს ეპიზოდია, სადაც 17 წლიანი ემიგრანტობის შემდეგ დედა დაბრუნდა საქართველოში. 18. კი. და ხო, ასევე მექსიკის ამბავიც მაინტერესებდა ძალიან, მექსიკით გადასვლა, იმიტომ რომ ეს არის ისეთი ამბავი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გახდა უფრო აქტუალური და მედიაში უფრო მეტი გაშუქება დაეთმო მას, მაგრამ მაკლდა ამ პოდკასტში, აი ესეთი კუთხეც რომ ქონოდა და სულ 3 წავედით, მაგრამ იმ გადამყვანს კიდე ყავდა 3 ადამიანი, იყო ცალ-ცალკე გამოგვიშვა იმ 3 ადამიანს საერთოდ არ ვიცნობთ, მე გზაში გავიცანით. ერთ-ერთი იყო პოლიციელი და ისიც გაურბოდა რეჟიმს. ესე თანდათანობით გამოვკვეთე ჩემთვის საინტერესო კუთხეები, მაგრამ თავიდან როგორც გითხარი, ძალიან ბევრს ვესაუბრე. მაგალითად, როცა ვამბობ, რომ როცა ოპერების ეპიზოდზე ვმუშაობდი, რეალურად 2 ადამიანს კი არა, 6-ს ვესაუბრე და თითოეული ფაქტი, რომელიც არის ამ პოდკასტში, არის გადამოწმებული ბევრ ემიგრანტთან. თუ ვიღაცა მეტყოდა თავის გამოცდილებაზე, რომ იცი ეს ასე იყო, მე ამას ვამოწმებდი სხვა ადამიანთან და შეიძლება მისი გამოცდილება უშუალოდ არ მოხვედრილიყო ესე პირდაპირ ეპიზოდში, მაგრამ ჩემ ტექსტში, ჩემს ნარატივში ეს იქნებოდა როგორც გადამოწმებული ფაქტი. გემეტან, ანუ რეალურად უფრო მეტ ემიგრანტთან ქონდა კომუნიკაცია, რაღაც ისტორიების და სტორითელინგის შევსების კუთხით ასე გამოდის.
ხო, აი მე პირადად ძალიან ბევრ პოდკასტს ვუსმენ. თუმცა ეს ის შემთხვევა, როდესაც ასე ვთქვათ, ძალიან განსხვავებული ფორმატია ეს პროექტი. და საქართველოში ხდება ისე, რომ აი პოდკასტი არის ხოლმე, როდესაც ორი ადამიანი საუბრობს ერთმანეთში სხვადასხვა თემებს განიხილავენ და აქ არის მხოლოდ ასე ვთქვათ, storytelling-ი. მე მაინტერესებს ზოგადად ჩემთვის პირველი გამოცდილება იყო თუ არა ეს და აი რატომ მაინც და მაინც ეს ფორმატი. ხო, ახლა რა ხდება? მე ვარ პოდკასტების მსმენელი ძალიან ბევრი წელია და ეს არის ჩემი, როგორ გითხრათ, ჩემი თავისუფალი დრო, ძირითადად არის კითხვა და პოდკასტების მოსმენა. ახლა აქ სამსახურშიც ხო პოდკასტებზე ვმუშაობ. აქედან რო გავდივარ და სახლში რომ მივდივარ, გზაშიც პოდკასტს ვუსმენ. და მოკლედ ძალიან მომწონდა ყოველთვის ეს ფორმატი და მინდოდა რომ მეცადა მასში მუშაობა და განსაკუთრებით მომწონს აი ესეთი ტიპის სერიები, სადაც თქვათ არის ეპიზოდების შეზღუდული რაოდენობა და ეძღვნება ერთ თემას და საქართველოში რაღაცა მსგავსი გამოცდილება, ანალოგი არ იყო და მოკლედ მე ვიყავი წასული ერთწლიანი პროგრამით შეერთებულ შტატებში და იქ იყო შესაძლებლობა რომ მესწავლა ეს საქმე, პოდკასტინგი და ესეთი თხრობა და მე ზოგადად ძალიან მიყვარს წერა და ვწერ იმას, რასაც ჩვენთან long-reads ეძახიან, ანუ გრძელ ტექსტებს, გრძელ ამბებს და ძალიან მიმზიდველი ფორმატი არის ეს ჩემთვის და პოდკასტი დავინახე როგორც ამ ფორმატის სხვანაირი ხედვა. მოკლედ, იგივე გრძლად დაწერილი ამბავია, ოღონდ არის მოსმენადი. და მოვსინჯე მე ეს ფორმატი, როცა იქ ვიყავი, მქონდა შესაძლებლობა რომ მემუშავა რადიოში, რაღაც გარკვეული პერიოდი და ძალიან მომეწონა და კარგად ავითვისე და ამიტომ ვიფიქრე რომ როცა ჩამოვიდოდი საქართველოში, რაღაცა მსგავს დავიწყებდი და აი ესეთი გამოცდილება რომ ეს პოდკასტი გამეკეთებინა მარტოს, ყველა ეპიზოდი მე თვითონ დამეწერა, ყველა ეპიზოდი მე თვითონ დამემონტაჟებინა, საუნდ დიზაინი, ხმოვანი დიზაინი შემექმნა ყველა ეპიზოდისთვის, ეგ იყო ჩემთვის პირველი ასეთი გამოცდილება, იმიტომ რომ საზღვარგარეთ უფრო დანაწილებულია ეს სამუშაოები და შენაკეთებ ერთ რაღაცა ნაწილს შენსას და მე გადასცემ სხვა ადამიანს და აი ესეთი საავტორო და ერთ პიროვნული სამუშაო, ну, რა თქმა უნდა, რედაქტორებიც მყავდნენ და ბევრი ადამიანი მეხმარებოდა, მაგრამ აი ესე რომ ეს ყოფილიყო ჩემი პროექტი, ასეთი არის პირველი. კი, მეტანა. აი წეგან ვახსენე storytelling-ი. ესე ძალიან საინტერესოა ეს ფორმატი, როგორ ასე ვთქვათ შეაფასე შენმა რესპონდენტებმა. როგორ აღიქვეს? ან მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, როდესაც ხვის ამბავს ყვები შენებურად, ასე ვთქვათ, როგორ შეგიფასეს, როგორი იყო მათი განწყობები? ხო, არ ვიცი, ანუ თვითონ გმირებზე მეკითხები თუ ზოგადად მსმენელებზე? მოდი გმირებზე ვისაუბროთ ჯერ. გმირებისთვის მე ძალიან ვღელავდი, როგორ მოეწონებოდათ ეს ფორმატი და მე ძალიან მინდოდა რომ აუცილებლად ყოფილიყო YouTube-ზე, იმიტომ რომ არ ვიცი, ჩემს წარმოდგენაში პოდკასტი რაღაც ძალიან მიბმულია აუდიო პლატფორმებზე, როგორიც არის Spotify, Apple Podcast და ასე შემდეგ, მაგრამ ამ პროექტზე რო დავიწყე მუშაობა, ვიფიქრე რომ აუცილებლად მინდა რომ YouTube-ზე იყოს, რომ იყოს ხელმისაწვდომი უშუალოდ ამ პოდკასტის გმირებისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი Spotify-ს არ იყენებს. და მოკლედ ყოველ ჯერზე, როცა გამოდიოდა ეს ეპიზოდები, ვუზიარებდი პირველს ყოველთვის პოდკასტის გმირს და ძალიან გულის ფანცქალით, ესე იგი, ველოდებოდი რა შეფასება ექნებოდა და ყველა გრძნობდა თავს, ეხა რაღაცნაირად თავის ქებაში არ მინდა რომ ჩამეთვალოს, მაგრამ ძალიან ძვირფასი იყო მისთვის, რომ მისი ამბავი გახდა ვიღაცისთვის ხელმისაწვდომი და გაზიარების საშუალება მიეცა. აი მაგალითად ერთ-ერთი ეპიზოდის მთავარმა გმირმა თქვა, რომ ამას ჩემი შვილები რომ მოისმენენ, სხვანაირად დამინახავენ და აი ეს დანახვა მათთვის იყო ძალიან ძვირფასი. ასევე ასეთი რაღაცა მოხდა ერთ-ერთზე, რომ მოკლედ
ორი გმირი მყავს სხვადასხვა ეპიზოდში, რომელიც ორივე არის წარმოშობით თუში. და მოკლედ ესე ძალიან მოეწონა იმ მეორეს პირველის მონათხრობი და გადაწყვიტა რომ მიეწერა ამ გმირისთვის მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს და რაღაცნაირად მისი განცდები გაიზიარა აი ის ქალი ლაპარაკობს სოფელში ყოფნაზე, სოფლის ხმებზე და ეს რო გაიგონა მეორე თუშმა გმირმა მისთვისაც ძალიან ახლობელი იყო ეს და დაუკავშირა თავი, მოკლედ დაინახა თავი და ასეთი რაღაცებიც ხდებოდა. კი, აი რო ახსენე რომ აი ამ ჩემი ისტორიას შემდეგო სხვანაირად დამინახავენ შვილები. არ ვიცი ზუსტად რომელ ეპიზოდში იყო, მაგრამ აი გამახსენდა შენი რესპონდენტი ამბობდა ასეთ რაღაცას, რომ რაღაცნა გაუცხოება მოხდაო ჩემს ოჯახთანო, შვილებთან წასვლის შემდეგო თითქოსო და რო ჩამოვედიო ისე ვეღარ უბრალოდ ვერ ყვებოდიო იმ ყველაფერსო, რაც იმიგრაციის დროს, ასე ვთქვათ, მაწუხებდა და რაც ხდებოდაო და ეს სიტყვები გამახსენდა. რო ჩამოვდივარ, ვერ ყვები ჩემს ტკივილებზე, ვერ ყვები, არ ვიცი. აი ის რაც მართლა შიგნით ტკივა, ვერ ყვები. იმიტომ რომ ისინი ვერ მიხვდებიან, ვინც აქ არ არიან, რომ ჩვენ ვართ ქალები, ჩვენც გვინდა ალერსი, ჩვენც გვინდა თბილი სიტყვა, ჩვენც გვინდა ის გარემო, რასაც რა გარემოშიც ქალი უნდა ცხოვრობდეს და ვამბობ თუ არს ჩვენი ვენებით. აი უშუალოდ ეპიზოდებზე რო გადავიდეთ, ერთ-ერთი რითაც ასევე ძალიან განსხვავებული იყო ეს პროექტი, ეს იყო შესავალი ნაწილი. როდესაც ყველა ეპიზოდი იწყება ისტორიით, ბერძნული მითოლოგიიდან, როგორ მოიტაცა ჰადესმა პერსეფონე და დაატყვევა მიცვალებულთა სამეფოში და მისცა რაღაც ბროწეულის 6 მარცვალი და ამის შემდეგაც პერსეფონემ ვეღარ შეძლო მოკლედ სახლში დაბრუნება და ორ სამყაროს შორის, ასე ვთქვათ, გამოკეტილი დარჩა. პერსეფონეც ამ შემთხვევაში არის, ასე ვთქვათ, კრებითი სახელი ემიგრანტი ქალებისა, რომლებიც გაჭირვებამ, ასე ვთქვათ, უცხოო ქვეყანას და უცხოო მიწას მიაჯაჭვა და რაღაც ისტორია მტკივნეულად გადმოსცემს, ხო, ემიგრანტობის მთელ სიმძიმეს. ეს ისტორია საიდან გაჩნდა შენს პროექტში და რაღაც ხო არ იყო დაუშვათ რაღაცა ინსპირაცია პროექტის? წინ ხო არ უძღოდა, ასე ვთქვათ? არა, პირიქით იყო ზუსტად. იცი როგორ იყო? მოკლედ ეს ეპიზოდები, თითოეულ ეპიზოდს როცა წერ სცენარს იქ არის სხვადასხვა მეტაფორა და რაღაცნაირად ასე მოხდა ამ პოდკასტში, რომ თითოეულ ეპიზოდში ვხედავდი ან რაღაც ფოლკლორულ, ან ზღაპრულ მეტაფორას, ესე თავისით მოდიოდა მოკლედ ეს. და მოკლედ ყველა ჟურნალისტი შეიძლება არა, მაგრამ ძალიან ბევრი ჟურნალისტის სუსტი წერტილია და მათ შორის ჩემიც სათაურები. ძალიან არ მიყვარს სათაურები და სათაურებზე ფიქრი. და როცა დადგა ეს მომენტი, რომ პროექტისთვის სახელი უნდა დამერქვა უკვე, იმიტომ რომ ილუსტრაციებიც იყო გასამზადებელი და ყველაფერი. მოკლედ გამოვუყავი ჩემ თავს ცალკე დღე, რომ ამაზე მეფიქრა და მანამდე ჩვენ ვსჯელობდით რედაქტორებთან ერთად, გიორგი გოგუასთან და იანა ყვერბეზაშვილთან ერთად, ვსჯელობდით ზოგადად ამ პოდკასტის კონცეფციაზე და სულ რაღაცნაირად ვუტრიალებდით ამ ბერძნულ მითოლოგიას და სამყაროებს. და იმაზეც ვფიქრობდით, რომ აი სტიქსი, მდინარე სტიქსი, რომელსაც ადამიანები გადადიან, რაღაცა მსგავსი ფიქრები გქონდა და ვუტრიალებდით მოკლედ მაგას, მაგრამ კონკრეტულს ვერაფერს ვერ ვამბობდით რა და მოკლედ როცა უკვე ყველა დედლაინამდე ბოლომდე იყო მისული ამბავი, გადავწყვიტე რომ უბრალოდ ჩავიკეტები სახლში და არ გამოვაო სანამ რაღაცა არ მექნება ხელში და მთელი დღე გავატარე მითოლოგიური მოტივების კითხვაში. მერე ვიფიქრე რომ მოდი ქართული ფოლკლორი ხომ არა და გადავიკითხე ზღაპრები, მოკლედ 1000 რამ და საბოლოოდ ეს მთელი ჩემი ყველა ფიქრი რაც მქონდა, მე არ მეთაკილება თქმა რომ ვიყენებ ხელოვნურ ინტელექტს და მოკლედ ისევე როგორც ხო მივაწოდე მთელი ეს ინფორმაცია და ყველაფერი რაც ჩემს თავში ტრიალებდა რომ ცოტა მომეწესრიგებინა რა ასე ვთქვათ და
დამივაგა ეს ვარიანტები და მე თითოეულს ჩავუღრმავდი და როცა მივედით პერსეფონეს მითამდე, რომელიც მე ძალიან მომწონდა იდეად, ამომიგდო ეს 6 მარცვლის ამბავი. და მე რა თქმა უნდა გადავამოწმე, იმიტომ რომ ყოველთვის უნდა გადავამოწმოთ, რასაც გვეუბნება ხელოვნური ინტელექტი და წავიკითხე ეს ისტორია 6 მარცვალზე. და ვიფიქრე, რომ ზუსტად მიესადაგებოდა ეპიზოდების რაოდენობას და ძალიან მომეწონა მოკლედ ეს ამბავი და აქედან წამოვიდა სათაურის და შესავალი ამბავიც. ხო, ანუ ეპიზოდების რაოდენობა, ასე ვთქვათ, განსაზღვრული ზუსტად არ ქონდა, ხო? არა, მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ იქნებოდა აი არაუმეტეს 8-ა, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ მართლაც მეორდება ამბები და რომ იყოს ყველასთვის საინტერესო, უნდა იყოს სხვადასხვა კუთხე. ისე როგორ ფიქრობ, თვითონ შენმა რესპონდენტებმა თუ ამოიცნეს საკუთარი თავი ამ ისტორიაში, ან ზოგადად როგორი იყო რეაგირება ამ შესავალზე? იმიტომ რომ ჩემთვის მართლა ძალიან ესეთი იყო, ორიგინალურიც იყო თავისთავად და რაღაცნაირი მარტივად გადმოცემული მართლა მთელი სიმძიმე იყო ემიგრანტობის. სხვათა შორის თვითონ უშუალოდ გმირებისგან არ მქონია გამოხმაურება მაგ ამბავზე. თუმცა აი კომენტარებსაც რო ვკითხულობდი ეპიზოდის ქვეშ ერთმანეთს უკომენტარებდნენ ემიგრანტები და ამბობდნენ რომ აი როგორი მსგავსი ისტორიები გვაქვს და თითქოს მათთან ერთად ვიცხოვრე მეც ეს. აი რამდენიმე დღის წინ გონი ბოლო ეპიზოდზე მუშაობა რო დაასრულე, აი თქვი რომ აი ამ პროექტზე ყველა ემოცია დავხარჯეო, ასეთი რაღაცა მოისმინე შენგან. აი რო შეაჯამო აი რა გასწავლა ამ პროექტზე მუშაობამ და როგორც პირველ რიგში როგორც მოქალაქეს, როგორც ჟურნალისტ და აი რა იყო შენი ასე ვთქვათ აღმოჩენები, რავი შეიძლება რაღაცამ გაგაოცან, დაგაფიქრა, გაგაბრაზ, აი რა ემოციები გაქვს ახლა, როდესაც ამ პროექტი დაამთავრე უკვე. ნახე, როცა ვიწყებდი ამ პროექტს, მინდოდა რომ გამერღვია აი ეს ორი სიტყვა ემიგრანტი ქალები. არის რაღაცა ერთგვარი კლიშე, რომელსაც ჩვენ ძალიან მივეჩვიეთ და აი სიტყვათა შეხამება, რომელიც მუდმივად გვესმის და რაღაც ცოტათი ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს იმაზე, რა ხდება ამ სიტყვების მიღმა რეალურად. და მე მაინტერესებდა როგორ გადის ამ ქალების დღე, როგორ დგებიან, რაზე ფიქრობენ ძილის წინ, რა იგრძნეს, როცა თვითმფრინავში ისხდნენ პირველად. ანუ თითქოს ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ ამას, რომ ადამიანურობას, ჰუმანურობას ვაცლით მოკლედ რა ამ ცნებას და მინდოდა რომ გამერღვია ცოტა ეგ და მეკითხა მათთვის, აი თვითონ რას გრძნობენ ამასთან დაკავშირებით და ესეთი რაღაცა დიდი კითხვა არის, საერთოდ აი რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს და თუ ღირს ამათ და ამაზე ცალსახა პასუხი არ არის და არავის არ ქონდა. მაგრამ ძალიან ძვირფასი იყო თვითონ ამაზე საუბრის წამოწყება და ასევე მინდოდა მესაუბრა მათთან და დამენახა მათი თვალით, რას ნიშნავს, როცა ყველა ამბობს, რომ გმირი ხარ. და ზოგადად მგონია, რომ გმირობა უმეტეს შემთხვევაში ისეთი რამეა, რასაც შენ არ ირჩევ და არ ირქმევ მით უმეტეს და რასაც შენ გარქმევენ სხვები და თითქოს ეს ისეთი სტატუსია, რასაც სხვები ირჩევენ შენს მაგივრად და აი უცბად გმირი ხარ ყველას თვალში და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ კი, ადამიანები რაღაცნაირად აღიარებენ შენს ღვაწლს, მაგრამ ასევე ნიშნავს რაღაც პედესტალზე ყოფნას და თითქოს არავინ არ იხედება შიგნით და არ უღრმავდება ამ გმირობას და საერთოდ იქნებ არ მინდა ეს გმირობა. და ეს იყო აი ის კითხვები, რაზეც მინდოდა მე მსჯელა ამ ქალებთან ერთად და რაზეც გარკვეული პასუხები მივიღე, მაგრამ რომ გაიგოთ, ეგ უნდა მოусმინოთ. აი დავამატებ და ამ კლიშეები რადგან ახსენე, მეც როდესაც უსმენდი ეპიზოდებს, საკუთარი თავი ასე თქვა დავიჭირე ერთ რაღაცაში, რომ ერთ-ერთი შენი რესპონდენტი ამბობს ასეთ რაღაცას, რომ ჩამოვდივართ და ჩვენი ადგილი აღარ გვაქვს ოჯახში.
და მე რო დავფიქრდი, როდესაც რა ვიცი საზოგადოებაში საუბრობ ხოლმე ემიგრანტებზე და არც სხვისგან დიდად არ მომისმენია, არასდროს ასე ვთქვათ არ განმიხილავს კუთხით, რომ მართლა როგორი რთულია, როდესაც ოჯახთან და საკუთარ შვილებთან გაუცხოება ხდება და მე მართლა მქონდა გააზრება, რომ მართლა არსებობს რაღაცა კლიშეები და რაღაც შაბლონური კუთხეები, რა კუთხითაც განვიხილავთ ხოლმე ემიგრანტებს და ეს საკუთარ თავში რომ დავიჭირე სიმართლე გითხრათ ძალიან გავფროსი და მეწყინა. და მიხარია რომ ჩემთვისაც ასე ვთქვათ შემომაფხიზებელი რაღაცა იყო ეს პროექტი და დარწმუნებული ვარ კიდე ბევრი ადამიანისთვის. თამუნა მოდი ჩვენს მსმენელებს, არ ვიცი შეიძლება გვისმენდეს ისეთი ადამიანი, ვისაც არ უნახავს დაუშვათ ეპიზოდები. გავახსენოთ კიდევ ერთხელ სად შეუძლიათ რომ მოისმინონ ეს ეპიზოდები. ხო, მოკლედ ეს პოდკასტი მთლიანად დევს YouTube-ზე, პროექტ 64-ის არხზე. ასევე გვიდევს ყველა აუდიო პლატფორმაზე, Spotify-ზე, Apple Podcast-ზე, Pocket Casts არის ესეთი, რომელსაც ალბათ მარტო მე ვიყენებ, მაგრამ იქნებ ვიღაცა იყენებს კიდევ და სხვა აუდიო პლატფორმებზე მოკლედ ყველგან არის. კი ბატონო. მადლობა თამუნა კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებ. აუ მეც მინდა რაღაც კითხო. კი ბატონო. მე ყველა ეპიზოდის ბოლოს ვეკითხებოდი ამ ქალებს რა ხმა ასოცირდება საქართველოსთან მათთვის. და ყველას ქონდა რაღაც განსხვავებული პასუხი. მე მოველოდი რომ ერთნაირი პასუხები იქნებოდა, რაღაცა ქართული მრავალხმიანობა და ასე შემდეგ, მაგრამ ყველას ქონდა სხვადასხვა და ერთ-ერთმა სუნიც კითხვა. ხო და იგივე კითხვა მინდა დაგესვა შენ. გიპასუხებ და სიმართლე გითხრა, რაღაცერად მგონი რომ დიდად არ გაგიკურდება ჩემი პასუხი. მე როგორც რაღაც მთის მოყვარულ ადამიანს, ჩემთვის ჩემი ქვეყანა ასოცირდება ყოველთვის მთასთან და ასე ვთქვათ, ლაშქრობების დროს, ანუ უბრალოდ როდესაც მთაში ვარ, მაქვს ხოლმე მომენტები, უბრალოდ არის მომენტი, როდესაც ასე ვთქვათ, ძალიან სიჩუმეა, მაგრამ ამავდროულად ყველაფერს რაღაც 100%-ით შეიგრძნობ, სადღაც შიტების ჭიკჭიკ, სადღაც ამ ქარის ხმას და ალბათ კი არა და ასეა, რომ ეს ხმა და ეს გარემო იქნება ყოველთვის ჩემს ქვეყანასთან ასოცირებული. მადლობა ამ პასუხისთვის. მადლობა შენ, დაგემშვიდობები და დავემშვიდობები ჩვენს მსმენელებს. მადლობა. პროწეულის მარცვლები პროექტ 64-ის პოდკასტია. მე მისი ავტორი ვარ, თამუნა ჩქარეული. თუ ამ პოდკასტს პირველად უსმენდით, დაუბრუნდით პირველ ეპიზოდს და მოусმინეთ ემიგრაციის 6 განსაკუთრებულ ამბავს. თუ უკვე ყველა ეპიზოდს მოусმინეთ, მადლობა რომ ჩემთან ერთად იმოგზაურეთ და მოусმინეთ ძლიერი და თავდადებული ქალების ამბებს, რომლებიც ქვეყანას არჩენენ. პოდკასტზე მუშაობდნენ რედაქტორები გიორგი გოგუა, იანა ყორბეზაშვილი. ილუსტრაციების ავტორია გვანცა კვანტალიანი. ანიმაცია შექმნა ეკაჩო კიკალიშვილმა. ტექნიკური დახმარებისთვის მადლობას ვუხდი ტატო ჯინჯიხაძეს. ინტერვიუსთვის მადლობას ვუხდი მარიამ მერლანს. ციფრული პლატფორმების მენეჯერია სალომე ძნელაძე. მოგვისმინეთ Spotify-ზე, YouTube-ზე, Apple Podcast-ზე და ნებისმიერ პლატფორმაზე, სადაც პოდკასტებს უსმენთ. მადლობა, რომ გვისმენთ.